რომ ის რაც რეალურად ხდება ეგეთი რამე რა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღარ არის აქტუალური. აღარ მუშაობს. ანუ ქვეყანაში სადაც კონსტიტუცია არ მუშაობს და არ ღვევს ორი ეს არის შიდა საპარლამენტო გადატრიალებით მოსული ძალა, ან საოკუპაციო ძალა. ეს ორი ძალა არ ღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და მე იმიტომ რომ ქვეყნის დაცვისთვის მებრძოლი ადამიანები დაიმორჩილოს, შემოგვს თავის წესები. ეს წესები მეთოდურად შემოიტანეს, აი და ტროტუარზე აღარ გაიაროთ, ქუდი არ დაიხუროთ, ან ეს არის. ხო? ანუ ეს არის ორი შიდა საპარლამენტო გადატრიალებით მოსული ძალა და მინდა გითხრათ რა, რომ არც ერთი სახელმწიფო იმის შტოს არც ერთი ხელმძღვანელი არ არის პირდაპირ სახალხო არჩევით არჩეული. არც ერთი. არც ერთი. არც ერთი არ არის პირდაპირ სახალხო არჩევით არჩეული. სულ ყველა არის რაღაცა შეთითხნილი პოზიციით არჩეული. აქედან გამომდინარე, მეორე არის საოკუპაციო ძალა. საოკუპაციო ძალა რო შედის ქვეყანაში, ის ესეთი წესებით კანონებს კი არ არღვევს. უბრალოდ თავის წესებს აგდებს იმ ქვეყნის კანონს და თავის წესებს აწესებს. აი ეს პოლიციის უფროსი რო არის, ხო? ეს პოლიციელები ასრულებენ საოკუპაციო ძალის წესებს ახლა, ხო? ანუ გამოდის რა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულები აი ამ ეტაპზე. რეალურად ოკუპირებულები. აი აქედან გამომდინარე და მეორე ის რაც რუსეთშიც არ არსებობს. ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს. თვითონ აღიარებენ, ხო? აი პუტინი აგებს თავის ქვეყანაზე პასუხს. ის ხელს აწერს რაღაც. ყველაფერზე გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებს. ანუ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც ვერაფერს ვერ მოსთხოვ. ერთხელ რომ დაიხუროს ქუდი და თქვას რომ მე რა შუაში ვარ, აგერ კობახიძესა ხელი მოწერული მდინარე, მე რა შუაში ვარ, ვერაფერს ვერ ეტყვი. ხო? აი ამას ქვია ოლიგარქული მართლობა. აი ამას მინდა გითხრათ პატრიცემულებო, deep state ქვია ამას. ეს არის პირდაპირ თქვენ არიცით ისტორია ალბათ deep state როგორ შეიქმნა, იდეა საიდან ამას ქვია deep state. როდესაც ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არაფერზე არ არის პასუხს. ამიტომ აბრალებს ხოს რასაც თვითონ აკეთებენ. მადლობა. ამით დავამატებ. მადლობა.